რამდენიმე წლის წინათ მაია შემხვდა და მითხრა, რომ გია იცი რა, ხატვა დავიწყეო საღებავებითო და რას მერჩევო, რომელ საღებავებით ხატო. მე ვთქვი ესეთ საღებავებით ხატო თქო. ამით რის თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ ესე იგი ფერში დაიწყო მაიამ რამდენიმე წლის წინ მუშაობა, სულ აი არაფრიდან რა, ნოლიდან. რაღაც გავიდა რაღაც გარკვეული პერიოდი და მეუბნება, გია ვიცი რამდენიმე სურათი დავხატეო და მოდიო რა ნახეო ჩემი ნამუშევრებიო რა სიტყვიო ნუ როგორც პროფესიონალიო. მივედი მაიასთან და ნუ მართლა რო გითხრათ, ნუ პირველი ამ ნახვისაგან დავში გაოცებული იმ ხრივ რომ ნუ საკმაოდ მაღალი დონე იყო ნამუშევრების ნუ ახალ დამწყები მხატვრისთვის რა თქმა უნდა. ხო ნუ რაღაცები ვუთხარი ეს საღებავი ამაში გახსენი, ტექნოლოგიური გრუნტი ასე გააკეთე, მე მგონი რაღაც ერთი ტილოს დაგრუნტვას ვასწავლ, თუ რაღაც, ნუ ნოლიდან დაიწყო. გავიდა 1-2 თვე და მოვხვდი ისე მაიასთან. და ესე იყო ძალიან გამოუცა იმ ტემპმა ტექნიკური ზრდის ტემპმა რაც მე დავინახე, ესე იგი ამ რამდენიმე თვეში ესე იგი მაიამ გააკეთა ის გზა, რაც მე დამჭირდა, რის გასავალად მე დამჭირდა დავშოთ 5 წელი. So far, no one's gonna find me. Put my foot on the gas, accelerate, drive so fast. No one's gonna catch me. Drive so far, no one's gonna find me. Put my foot on the gas, accelerate, drive so fast, no one's gonna catch me. მახსოვს რომ აი ავიღე ნახშირი ხელში და დავწყე ხატვა და მუშაობდი ძალიან ბევრს, მაგრამ მე ძალიან დიდი პერიოდი მქონდა ხოლმე გაჩერების. მე მამა მარაკებდა ხოლმე ძალიან საინტერესო ლიტერატურით, რეპროდუქციებით. მე მახსოვს ძალიან დიდი გავლენის ქვეშ ვიყავი მაშინ ექსპრესიონიზმის მამა მომიტანა მაზერელი. ძალიან მიყვარდა ვან გოგი, იქაც არის რაღაც ესეთი ელემენტები ექსპრესიონისტული, ეგზისტენციალისტური. და აი ამან ყველაფერმა ალბათ განაპირობა ესეთი სურვილი რომ დამწყო ხატვა. ვაიკო, ვინ არიან შენი საყვარელი მხატვრები და ხომ ვერ გიცდია მიგებაძე რომელიმე მათგანის? თავისთავად მე მხატვარ არ მისწავლია და ამ ინფორმაციას მხატვრობაზე ვიღებდი რეპროდუქციების სახით. და ნუ არ შეიძლება რომ აქ რაღაც ზემოქმედებას ადგილი არ ქონდეს, გავლენას ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და მე თვითონ ხედავ ამას ობიექტურად. და მაინც ვინ არიან? მხატვრები შემიძლია მატისი, პიკასო, მოდლიანი, რემბრანდი, ტიციანი, გოგენი. ვაიკო, შენ ძირითადად პორტრეტებზე მუშაობ, რატომ? მე
ვფიქრობ თავისთავად ეს არის გამოწვეული ინტერესი ადამიანის მიმართ. აი ეს ადამიანის სადღაც შინაგანი სამყარო მაინტერესებდა ყოველთვის რითი ცხოვრობს, რას განიცდის. თავისი განცდით, თავისი წუხილით, თავისი ტკივილით, თავისი სიღარულით, რაღაც თავისი პრობლემებით. აი ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარს ადამიანი.